გვარიშვილი 8 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, რაღაცების გამოჭრა და გაბრანჭვა. მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება გაბრანჭვა. იქიდან ვიცი ლამაზი რომ ვარ, ყველა ამას ვეუბნება. ყველაზე უფრო ჩემი სილამაზე მოწონს ჩემს მეგობარ ქეთო თენიაშვილს. ისე თვითონაც ძალიან ლამაზი გოგოა. მე ვიბრანჭები ასე ვდგები სარკესთან, ვისმევ პამადას, თვალის კონტურს, თმებს ვივარცხნი და ასე შემდეგ. ზოგჯერ ჩუმად ვიცმევ დედიკოს მაღალ ქუსლიანებს. ბევრჯერ მე და დედიკო ვიბრანჭებით ერთად და მივდივართ სტუმრად. ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრად რომ მივდივარ ჩემი დედაშვილ ნატალი გვარიშვილთან. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად დავდივარ რესტორანში. რესტორანში ყველაზე ხშირად მივდივარ ხინკლის გამო. ჩემი საყვარელი საჭმელია კარტოფილი ფრი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, ჩემი და, მამა და დედა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 14 წლის და ქვია სესილი. ის არის შამგრემანი, ლამაზი, ჭკვიანი და მშვიდი. ზოგჯერ მიშლის ნერვებს, მაგრამ მე უფრო. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა მაგალითად რაღაცა შევეკითხები და არ მცეს პასუხს. ჩემი აზრით სესილი უკაიზრდება, გამოვა მათემატიკის მასწავლებელი. ჩემი ძმა არის 6 თვის და ქვია ილია. ილია არის სულ ტირის ილია. კიდე ხანდახან ცოტა კივის. ჭორიკანაც არის ჭამის დროს. ილია რო გაიერთდება, ალბათ გამოვა პოლიციელი. პირადად მე გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე თვალის ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ელზა. ახლა მინდა რომ ვიყო 21 წლის, იმიტომ რომ მიყვარს ბავშვები და მინდა რომ ვიყო დედა. ჩემს შვილებს დავარქმევ ბარბარეს, ელენეს და სანის. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან საყვარელი დირექტორი გვყავს. ჩემი კლასში ყველაზე მხიარული არის გიორგი კვაჭაძე. ყველაზე ჭკვიანია ქეთო თენიაშვილი. ყველაზე საინტერესოა ნია ბერიძე. ყველაზე ბედნიერები არიან ტყუპები ემილი და ლილე სურმანიძეები. მეორე ყველაზე მშვიდი, ლამაზი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია თამარ კონცელიძე, იმიტომ რომ არ ყვირის, ბავშვები უყვარს, ძალიან თბილია და ეს შემდეგ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ერთხელ ვუყურე YouTube-ს, ძალიან კარგი რაღაც დავხატე სახლი პირველად 4 წლის რო ვიყავი და შემდეგ დავიწყე უკვე ხატვა. სხვათა შორის შენახული მაქვს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნახატები. ჩემთვის კომფორტულია უფრო ფანქრებით ხატვა. სამჯერ სახლში მომაწყვე გამოფენა. ამ გამოფენას ესწრებოდნენ ჩემი მამა, ჩემი დედა და ჩემი და. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იყოს მუზეუმში. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს ჩემთვის საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა კატის ყორსასმენები და წელს მინდა მომიტანოს ტაბას ქვიშები. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 80 წლის და მისი ნამდვილი სახელია ავთო. მე ასევე მიყვარს ქაღალდების გამოჭრა. მე ვჭრიდი ტელეფონებს ვაკეთებდი და რაღაცა ვჭრიდი და ესე შემდეგ. iPhone-ის ტელეფონებს ვითომ. ეს საქმე დავიწყე 6 წლის ასაკში და ახლაც ვაკეთებ. ჯერ უნდა გამოვჭრათ ტელეფონი, შემდეგ უნდა გამოვჭრათ ყუთი, დავახატოთ, მე უნდა გამოვჭრათ. ყუთს უნდა დავახატოთ iPhone-ი და რაიმე ფონი. შემდეგ უნდა გადავაწეპოთ ეს ყუთი რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ უნდა ჩავდოთ ჩვენი ტელეფონი, დავახუროთ ის თავისი ყუთი და უნდა ვაჩქოთ ვინმეს, მაგალითად თქვენ. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია მინი პუფი. საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხსნიდი ჩემს სკოლას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ნიუ-იორკში. წინა მონაწილემ დამტოვა ესეთი შეკითხვა. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი.
ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 110 წელი მაინც. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას, რა არის მისი საუკეთესო თვისება. მაგალითად, ჩემი საუკეთესო თვისება ის არის, რომ მიყვარს სიკეთის გაკეთება. ბედნიერება არის საჩუქრების ჩუქება, ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთება, მათხოვარების დახმარება და ესე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.